მოგესალმებით. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ის გვერდებსა და ჯგუფებში გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებას და ამ გზით მოგების მიღებას თავაზობენ. ასევე მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ ამ საქმიანობაში ჩართონ სხვა ადამიანებიც და ამით დამატებით სარგებელი მიიღონ, განავითარონ საკუთარი გუნდი. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს თავად არ უწევთ უშუალოდ კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ამას მათ ნაცვლად აკეთებს სქემის რომელიმე სხვა მონაწილე და ისინი მხოლოდ სარგებელს იღებენ. გსურს მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა ფინანსური პირამიდის კლასიკურ მოდელს წარმოადგენდეს, რომლის მთავარი მიზანი არა ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივში თანხის ინვესტირებაა, არამედ სქემაში რაც შეიძლება მეტი ახალი მონაწილის ჩართვა და ამ გზით თანხების მოზიდვა. სწორედ ახალი მონაწილეებიდან მოზიდული თანხებით ახდენს სქემა მისი ძველი მონაწილეებისთვის თითქოს და ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული მოგების გადახდას. სქემის ფუნქციონირების პირველ ეტაპზე, როდესაც მასში ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კომპანია შეიძლება საკმაოდ მომგებიანი ჩანდეს და მისმა მონაწილეებმა გარკვეული სარგებელიც კი მიიღონ. მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც ახალი ადამიანების და შესაბამისად თანხების მოზიდვა უკვე შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ისტუმრებს საკუთარ ვალდებულებებს წევრების მიმართ და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მომხმარებლებს დაბანდებული თანხის უკან გატანაზე ხშირად უარსებუნებიან, მათ შორის ტექნიკური მიზეზით. უფრო მეტიც ხშირად დაბანდებული თანხის უკან მისაღებად დამატებითი თანხის გადახდასაც კი თხოვენ. საგულისხმოა, რომ მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა კარგად იციან სქემის რისკიანობის შესახებ, ისინი მაინც შეგნებულად ერთვებიან სქემაში, იმის იმედით, რომ თანხის გაუმუშავება სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა მსგავსი მიდგომა საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია, რადგან მომხმარებელმა წინასწარ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე ერთვება, ხოლო სქემის დაშლის მომენტის წინასწარ გაჭრება ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ მომხმარებლებმა საკუთარი დაბანდებული თანხა დაკარგონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემოთავაზებების დროს მომხმარებლებმა არ მიიღონ სპონტანური გადაწყვეტილებები, მოიძიონ დეტალური ინფორმაცია შემოთავაზების შესახებ და კარგად დაწონონ რისკები. ამ მიზნით მე გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. პირველ რიგში, მსგავსი შემოთავაზების დროს კარგად მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი სანდოობის და გადახდის უნარიანობის შესახებ. ასევე დაინტერესდით კონკრეტულად რომელ აქტივში თუ ბიზნეს საქმიანობაში ხდება თქვენს მიერ შეტანილი თანხის ინვესტირება. ასევე დაინტერესდით, რატომ არის საჭირო სქემაში ახალი მონაწილეების გაწევრიანება და ამის გარეშე შესაძლებელია თუ არა მოგების მიღება. გარდა ამისა, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიას აქვს თუ არა მსგავსი საქმიანობის წარმოებისთვის შესაბამისი მარეგულირებლის ლიცენზია. ხშირად მსგავსი სქემები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით თავის დასახელებაში იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის საბროკერო, საფინანსო და ასე შემდეგ. თუმცა ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია რომელიმე მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული სუბიექტია. და ბოლოს, უშუალოდ სქემის მონაწილეებისგან მოიძიეთ ინფორმაცია არა მხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებელი кейსების შესახებაც. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეთს და ავითარებს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებს. თუმცა მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის მომხმარებელი იღებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზების, მათ შორის საინვესტიციო შემოთავაზების დროს მომხმარებელმა მოიძიოს დეტალური ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ, კარგად დაწონოს რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.